ძველი ჩაწერილი ვიდეო არ წამიშლია და გამეთიშა. ამიტომ თავიდან ჩაწერას ახლა დღეს მეთიშება ინტერნეტი და ავირჩიე გავაგრძელო, რასაც მოვასწრებ. და ამ ხალხს ესმოდათ ფეხის ნაბიჯების სიარული პროცესი ამ დაკარგულებისა, რომლებიც მიმართებოდნენ ჩრდილოეთისკენ. ამ ხალხს ეგონათ, რომ ყველაზე საშინელი გამოცდა იყო დალოდებოდნენ ამ ესე იგი ამ ყველაფრის დამთავრებას იქ და როგორმე თავი გადაერჩინათ. მაგრამ ისინი ცდებოდნენ. მიწისქვეშ ისინი აღმოჩნდნენ არ ყოფილან მარტონი. ისინი მიხდნენ, რომ ამ გამოქვაბულებს ყავდათ უფრო ძველი პატრონები. ჯერ თავიდან იყო ეს გრძნობა აუხსნელი შიში. ისინი ლაპარაკობდნენ ჩუჩულით, თუმცა არავინ არ იყო უცხო იქ. იმ სამყაროში, სადაც ისინი აღმოჩნდნენ მიწისქვეშ სამყაროში, სხვა წესები გაჩნდა. ბებია მათ ამ პატრონებს სახლებს არ უძახოდა. უბრალოდ ამბობდა, რომ ისინი წვრილად არ იყვნენ და ჩვენს მიმართ განწყობილიო. ისინი იყვნენ სხვანაირები, ისინი იყვნენ დედამიწის ნაწილი, ისევე როგორც სისხლი არის სხეულის ნაწილი და ჩვენ ადამიანები ამ სხეულში აღმოჩნდით დაუპატიჟებელი სტუმრები. მათი დასწრება გამოიხატებოდა წვრილმანებში, ოდნავ შესამჩნევ ანომალიებში, რომელიც ჭკუას გავკარვინებდა, მაგალითად ეკო. გაგზავნილი სიტყვა ბრუნდებოდა ისეთად არა, როგორიც იყო გაგზავნილი, არამედ შეცვლილი გვიბრუნდებოდა ამ ეკოთი უკან და დამატებული წყნარი ჰარმონიული ობერტონებით. ზოგჯერ საერთოდ არ ბრუნდებოდა ეკო უკან. შემდეგ ხალხმა დაიწყო პოვნა თბილი ქვებისა. ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ მიწისქვეშა წყალი წყლები ანათებენ სუსტი, მოთეთრო, რძისფერი, ფოსფორისებური სინათლით. მაგრამ ეს სინათლე საკმარისი იყო, რომ სახეები გაგერკვია სიბნელეში. ხალხს ეშინოდა ამ წყლის დალევა, მაგრამ მისი სინათლე მათ იზიდავდა და წყნარებდა და ეს წყალი, რომელიც ანათებდა, იყო ერთ-ერთი განათების წყარო. უпроსტად ერთადერთი განათების წყარო. ხო, და კიდევ, როდესაც ისინი იდინებდნენ, მიწის სიღრმედან გამოდიოდა მელოდიური, ჰარმონიული ხმა, გულ. ის გავდა გიგანტური ორგანის მელოდიას. ეს ხმა არ იყო აგრესიული პირიქით, ეს ხმა აწნარებდა, ხალხს აძინებდა და მშვიდებდა. წლები გადიოდა, ერთი შთამომავლობა ცვლიდა მეორეს და ერთვენიერ დღეს ამ დაკარგულების ფეხის ხმა შეწყდა, მარჩერებული ფეხის ხმა და მძვერავებმა გადაწყვიტეს ზევით ასვლა და დაზვერვა თუ რა ხდება ზედაპირზე. მძვერავები დაბრუნდნენ გამთენია და ისინი იყვნენ დასრული ჩვეულებრივი მტვერით და არა იმ ნაცისფერი თოვლით. მაგრამ მათ თვალში არანაირი სიხარული არ მოჩანდა. მათ თვალში ხალხმა ნახა შოკი. როგორც იქნა მძვერავებიდან, უფროსი მძვერავებიდან ალაპარაკდა და ამ დროს ხმაური ეს გული შეწყდა. უпроსტად ხმა მისი იყო შემეშალა, ხმა მისი იყო დაღლილი. ამ უფროსმა მძვერავმა თქვა, რომ თოვლი არ არის უმეტი. ნაცისფერი თოვლი არსად დევსო. ხალხმა ამოისუნთქა. ვიღაცა კი ატირდა, მაგრამ ამ უფროსმა მძვერავმა აწია ხელი და გააჩერა ხალხი. სიჩუმე მოითხოვა. მაგრამ სამყარო ისეთი არა, როგორც ჩვენ გვახსოვდა. ის სხვა და დაიწყო მოყოლა. თუ როდესაც ისინი გამოვიდნენ გამოქვაბულიდან,
მათ ნახეს კაშკაშას სინათლე. ცა არ იყო მკრთალი და არც ნაცრისფერი. როგორც იყო კატასტროფის დროს, არამედ ცა იყო ცისფერი და ისეთი კაშკაშა, რომ გეგონებოდა ხელოვნური. და მზე ის ანათებდა დაუნდობლად. შუქი ქონდა მძაფრი, რაღაც გაშიშვლებული, თითქოს გაშიშვლებული. გიგანტური ტყეები არ იყო. მათ ადგილებზე იყო ცარიელი სივრცე და დაფარული იყო ახალგაზრდა ახალი ბალახით და ახალი უცხო ხეებით, ახალი ამოსული ხეებით. თითქოს დედამიწა გარეცხეს ისე სუფთად, რომ ყველაფერი ძველი წალეკეს და ჩამორეცხეს. სოფლის ნანგრევებიც კი არ დარჩა და არც სიცოცხლის ნატამალი. სამყარო იყო ცარიელი, უზარმაზარი, ცარიელი და უცხო. თითქოს ვიღაცამ წაშალა ძველი დახატული სურათი და მის ადგილზე შექმნა ახალი სურათი. მაგრამ ჯერ დაატანა ამ მასალაზე მხოლოდ ფონი. არც ხმები ისმოდა. არ მღეროდნენ ნაცნობი ჩიტები, ფრინველები, არ ხმაურობდა ძველებურად ხაერი. სიწნარე დარჩა, მაგრამ ეს იყო სხვა სიწნარე. მაგრამ ეს ახალი სამყარო იყო უკეთესი, ვიდრე სიბნელეში ცხოვრება გამოქვაბულში. ეს რაღაც იმედი იყო ადამიანებისთვის. მათ უხაროდათ, რომ ისინი შეძლებდნენ დაბრუნებას, შეძლებდნენ მზის ნახვას, თუმცა ეს იყო სხვა. რომ ისინი შეძლებდნენ ახალი ცხოვრება დაეწყოთ ამ მიწაზე თავიდან. უხუცესებმა დაიწყეს დაგეგმა თუ როგორ დაიწყებოდა ეს გამოქვაბულებიდან გამოსვლა ზედაპირზე, როგორ უნდა გაინაწილებინათ პრიპასები, რით უნდა დაეწყოთ. მაგრამ მათ არ შეეძლოთ უბრალოდ დაბრუნებულიყვნენ. იმ დღეს, როდესაც ამაზე მსჯელობდნენ, მიწიდან გამომავალი ხმა შეწყდა და პატრონები, იმ გამოქვაბულების, იმ ტუნელების პატრონები პირველად მრავალი წლის შემდეგ გამოვიდნენ კონტაქტზე. მათ ხალხს წაუყენეს ერთადერთი პირობა. მაგრამ ეს კონტაქტი ისე არ მოხდა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. არც კედლებიდან ესმოდათ ხმები, არც არავინ მისულა იქა, როგორც მოჩვენება. და ამ პატრონებმა, იმ ადგილის პატრონებმა, ნამდვილმა პატრონებმა გამოუგზავნეს ერთდროულად აზრი ტელეპათიით ყველას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამ ხალხს, თუ უნდათ აქედან გასვლა. მათ უთხრეს, რომ ისინი არ შეუშვიან ხელს ამ ხალხს დაუბრუნდნენ ზედაპირზე და დაიწყო თავიდან ცხოვრება. პირიქით მაგათმა უთხრეს, რომ ისინი დაეხმარებოდნენ ხალხს და ესახლებიათ ცარიელი სამყარო, რომ ისინი დაეხმარებოდნენ ხალხის სხეულებს, მიჩვეუდნენ ახალ მზეს, რომ ასწავლიდნენ თუ როგორ უნდა გაერკვიათ ისეთ ბალახები, რომლების ჭამა შეიძლება, რომლის არა, რომ ისინი მიცემდნენ კაცობრიობას შანსს, დაიწყო ცხოვრება სულთა ფურცლიდან, მაგრამ სამაგიეროდ ითხოვდნენ გადახდას. მხოლოდ ერთ რაღაცას უნდა დაეცვოთ მეხსიერება. ხალხს უნდა დავიწყებოდათ ყველაფერი, რაც ახსოვდათ კატაკლიზმამდე. უნდა დაევიწყათ თავისი ძველი სამყარო და ყველაფერი. უნდა დაევიწყებინათ ის სამყარო, რომელშიც იყო ისამისფერი მზის ჩასვლა, გიგანტური ხეები, დაევიწყებიათ ის ნაცრისფერი თოვლი და მიზეზი, თუ რატომ ცივდა ასეთი თოვლი. დაევიწყებიათ თავისი ახლობლები, რომლებიც გახდნენ დაკარგულები, ანუ რომლებმაც დაკარგეს მეხსიერება და პიროვნულობა. და რაც თავარიაო, უნდა დავიწყებოდათო ეს პატრონები, ნამდვილი პატრონები. მე პატრონები უფრო სწორად. იმ
გამოქვაბულებისა მიწისა და მიწის ქვეშა ცხოვრებაც უნდა დავიწყებოდა და ამ მოლაპარაკებაზეც უნდა ეს მოლაპარაკებაც უნდა დაივიწყონო. შთამომავლობამ, რომლებიც დაიბადნენ გამოქვაბულებში და მზე არასდროს უნახიათ, აერჩიენ მზე. მოხუცები კი, რომლებსაც ახსოვდა ძველი სამყარო, ტიროდნენ, მაგრამ მაინც თახდებოდნენ, რადგან თავიანთი შვილების ის სურდათ საუკეთესო და მოლაპარაკება შედგა. მე ვკითხე ბებიას. ბებია, თუ ყველამ ყველაფერი დაივიწყა, მას შენ საიდან გახსოვს ყველაფერი? მან ზერა გადაიტანა ქვაზე და თქვა, მოლაპარაკებაზე შეიძლებოდა გვერდი აგევლო. მეხსიერების შენარჩუნება შეიძლებოდა, მაგრამ არა თავში. ამის გამო კი უნდა გადაგვეხადა საშინელი ფასი. მეხსიერება მხოლოდ ნახატები არა თავში, ეს კიდევ სისხლია. ესა ის, რაც გულს ეხმარება მუშაობაში. მეპატრონები შეეძლოთ გონების წაშლა, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ადამიანი შეეცვალათ. ადამიანის სისხლი შეეცვალათ და ზოგმა ოჯახმა გადაწყვიტა ეს ცოდნები შეინარჩუნებინა მასზე. და ეს ისტორიები არ გადაიცემოდა თაობიდან თაობაში. მას დებდნენ გვარში, საგვარეულოში. ყოველმა ახალმა თაობამ არ იცოდა ისტორია, მაგრამ ის მას გრძნობდა. ამ ბავშვებს ესიზმრებოდათ სიზმრები გიგანტური ხეებით და ისამისფერი ცით. მათ ეშინოდათ სიწყნარეში ყოფნისას და ხელვადება ჰქონდათ, ხელვადება გააჩნდათ და შიში. როდესაც ჩრდილოეთისკენ იყურებოდნენ. ისტორია გადაიქცა მემკვიდრეების ინსტინქტად. უпроსორად სამ მემკვიდრო ინსტინქტად, გენეტიკურ სევდად, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. მეპატრონეების პირობა იყო ერთი, ბალანსი არ უნდა დარღვეულიყო. მათ მეხსიერების წაშლის გარდა შეეძლოთ მეხსიერება თურმე აღედგინათ. ხო, იმ დაკარგულების ადამიანებში, რომლებიც ჯერ კიდევ შორს არ იყვნენ წასული, რომლებიც გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა, მათ შეეძლოთ დაებრუნებინათ მეხსიერება და პიროვნულობა. მეპატრონება შესთავაზეს ასეთი რამ. ყოველ საგვარეულოს მაგივრად, რომელიც თავისი ნებით წაიშლიდა მეხსიერებას, მაგივრად უბრუნებდნენ ერთ დაკარგულს. მაგრამ თუ მაგათ ჰქონდათ გადაწყვეტილი მეხსიერება დაეტოვებინათ, ის დაკარგული მათი ოჯახიდან რჩებოდა იქ, იმათთან, მეპატრონეებთან, სამუდამოდ. და იმ დაკარგულის სული, რომელიც იყო ტყვეობაში მათთან, ის იხდიდა ფასს იმის გამო, რომ მეხსიერება არ დაეკარგათ მის შთამომავლებს. ჩემი დიდი ბებია გახდა არჩევნის წინაშე, რომელმაც ხვარი დაკარგა, დადგა არჩევნის წინაშე, ან მეხსიერება შენარჩუნებინა თავისი შთამომავლობისთვის, შვილებისთვის, ან დაებრუნებინა ქმარი, მაგრამ მან აირჩიაო მეხსიერების შენარჩუნება. ეს ქვა არის ეს ქვა არისო ნივთი, რომელიც ჩვენ გვახსენებსო ამ მოლაპარაკებაზე. ახალმა იმ პატრონებმაო ყველას დაგვირიგესო ასეთი ქვა, თითო ქვა. მათ, რომლებაც აირჩიოსო მეხსიერების დაკარგვა, მათ მიცესო თეთრი ქვა. და ვინც გადაწყვიტაო, რომლებაც გადაწყვეტესო მეხსიერების შენარჩუნება, მათ დაურიგესო ყოველს შავი ქვა. ხო და ბებიამ უთხრა შვილიშვილს, ახლა ეს ქვა არის შენი და შენ უნდა გოპასუხი ამ მეხსიერების თაობაზე. მოდით ახლა მე ძალიან არ გავაგრძელებ, უკვე თავდება ისტორია, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამეთიშოს მეხსიერება და ეს ორი ნაწილი უნდა ავტვირთო, სანამ ინტერნეტი არ გამეთიშა. ხო და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან საინტერესო ისტორია გადმოგიცით დღეს მე. ეს ყველას გვეხება ჩვენ. დროებით.